მაის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას აღნიშნავს. ამ უდიდეს საუფლო დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა წმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორე მაღავლინა. თანამსახურებდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი, ტიტულარული მიტროპოლიტი სერაფიმე, ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი და სხვა სასულიერო პირები. საღვთო ლიტურგიის დაწყებამდე არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა მრევლ საქართველოს ეკლესიის მეთაურის სააღდგომო ეპისტოლე გააცნო. სააღდგომო ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორისა, ყოვლად სამღვდელო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერმონოზონო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრებნო თანამემამულენო. ქრისტე აღდგა. არა ყველა ვინც მეტყვის მე უფალო, შევაц ათასასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. კვლავ დადგა ჟამი დიდებული, აღდგა უფალი, ძალითა ძლიერი, რომელმაც სრულად შეცვალა სამყარო და განაცხოველა იგი. მთელს დედამიწაზე ხარობს ეკლესია და მისი შვილნი, რადგან ამიერიდან 64 განღებულ არს და სიკვდილისა ბჭე დახშულ არს. პირველ ქმნილი ადამი კვალად განახლებულ არს და სამოსელი უკვდავებისა შემოსილ არს. დღეს ერთად შერწყნენ ეშმაკი და სიკვდილი, გაცოცხლდნენ წინასწარმეტყველნი და ელხინათ მართლებს. მას გლოვის სამოსელი განიძარცვე და სიხარულის სამკაულით მოირთე წმინდა ქალაქო, ქრისტე აღდგა. გიხაროდეს ქალწულო, რამე თუ შენგან და შენ მიერ იშვებენ ყოველნი კიდენი ქვეყანისანი. გიხაროდენ ერნო, ჭაბუკნო და ასულნო, მოხუცებულნო ყრმათა თანა, რამე თუ მიზანი ბოროტისა განქარვებულია და მახენი ეშმაკისა განშიშვლებული. გიხაროდეს შენც მიწავ და ზეცავ, მთაო და ზღვაო და ყოველნო მყოფნო მათ შინა. შემოდის დღე სასწაული, დღე მაცხოვნებელი, დღე გადამრჩენელი. ამიტომ ვთქმობთ, გუშინ თანაჯვარს მეცმოდი ქრისტესთან, დღეს თანა ვიდიდები. გუშინ თანა მოვკვდებოდი, დღეს თანა ცხოველ ვიქნები. გუშინ თანა დავეფლოდი, დღეს თანა აღდგები. აღდგომა ქრისტესი გვაზიარებს მის მიერ სიკვდილი ძლევის უდიდეს სიხარულთან, რაც ჩვენს პირად უკვდავებასაც უკავშირდება, რადგან თუ სიკვდილის მსგავსებით თანაშეზრდილნი ვართ მასთან, აღდგომითაც
მას ვემსგავსებით და როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით, ასევე ჩვენც იმ სოფლად განახლებულ სიცოცხლეში ვივლით. განახლებული ცხოვრება კი დედამიწაზევე უნდა დავიწყოთ, რომ სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან განგვათავისუფლოს. სიკვდილი არის საიდუმლოებით მოცული კარიბჭე, რომლის შეღებისთანავე სულისთვის იწყება მარადიული ცხოვრება, თუმცა მაინც არასრული. შემდეგ კი მოაწევს ჟამი, როცა მიცვალებულნი შეიმოსავენ განახლებულ სხეულს და კეთილის მოქმედნი გამოვლენ სიცოცხლის აღდგომისთვის, ხოლო ბოროტის მოქმედნი განკითხვის აღდგომისთვის. თუ ქრისტემდე სიკვდილი მოიწეოდა ყველაზე, მორწმუნეზეც და ურწმუნოზეც, იუდეველზეც და წარმართზეც, ასევე მთელ სამყაროზე, მეორედ მოსვლის შემდეგ აღარ იარსებებს არც სიკვდილი და არც ხრწნილება და უფალი ყველას და ყველაფერს აღადგენს პირვანდელ მდგომარეობაში და სამართლიანობით მიაგებს ყველას მარადიულ ადგილსამყოფელს. როგორი იქნება ჩვენი ხვედრი გარდაცვალების შემდეგ, ან საყოველთაო აღდგომისას, როდესაც მაცხოვარი კეთილსა და ბოროტს მარადიულად განაცალკევებს და გამიჯნავს. ღმერთმა თავისი მეფობა სიყვარულით შექმნილ მთელ კოსმოსზე განავრცო და ადამიანი, რომელიც თავის თავში მთელი ამ სამყაროს მომცველია, განგებლად დაადგინა, რათა მისი სამეფოსთვის ღირსეულად ეწინამძღვრა და ყველაფერი, როგორც თავისი ნაწილი, უფლის მსგავსად სიყვარულით ემართა. ბიბლია გვასწავლის, რომ ჩვენმა პირველ მშობელმა და მათმა შთამომავლებმა საღვთო დიდებიდან დაცემის შემდეგ მრავალი პირვანდელი თვისება დაკარგეს და დედამიწაზე ცხოვრების გაგრძელება მადლისგან გაღარიბებულ გარემოში მოუხდათ. მიუხედავად იმისა, რომ ბოროტი ძალისგან მოწევნულ ასეთ დიდ დაბრკოლებას მეტად მძიმე შედეგები მოჰყვა, ადამიანში დარჩა ხატება ღვთისა და სამოთხისეული ისეთი სათნოებები, როგორიცაა სიყვარული, რწმენა, ერთგულება, სამართლიანობა, მეგობრობა, სიკეთე, წესრიგი, იერარქია. ეს ფასეულობები სრულიად არამატერიალურია, ამასთან ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველასთვის მეტნაკლებად დამახასიათებელი. აღნიშნული ღირებულებებს ითვალისწინებს და მათ ემყარება ნებისმიერი მიწიერი მეფობაც და მისი გამოვლინებას ამა თუ იმ სახელმწიფოს სახით, თუნდაც მკვეთრად ათეისტური სულისკვეთებისა, რის გამოც იგი ზეციური ხელმწიფების თავისებურ აჩრდილს წარმოადგენს. ამიტომაც ხელისუფლება რამდენადაც ხელს შეუწყობს სულიერების აღორძინებას, მით უფრო განმტკიცდება ქვეყანა. ყველასთვის ნათელი მაგალითი ამისა არის წმინდა დავით წინასწარმეტყველის ხანა. ქრისტეს აღდგომის შემდეგ ცათა სასუფეველი ამ ქვეყნად ხილულად განცხადდა. იგი სხვადასხვა ხარისხით ვლინდება მორწმუნეთა სულსა და მათ ცხოვრებაში. მეორედ მოსვლის შემდეგ კი სრულიად გამსჭვალავს ყოველივეს, ხილულსაც და უხილავსაც. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ წარმავალ სოფელში ვცხოვრობთ, თუ დავიცავთ ზეციური მეუფის, მაცხოვრის კანონებს, შევძლებთ ამ ქვეყნადვე გავხდეთ ცათა სასუფეველის მოქალაქენი, რათა გარდაცვალების შემდეგ დავიმკვიდროთ იგი და მარადიულად
ღვთის დიდებაში დავრჩეთ. განურჩევლად იმისა, რომელ ქვეყანაში მკვიდრობდით და რა ეროვნებისანი ვართ. რა პირობები უნდა შევასრულოთ ამისთვის? ნებისმიერი სახელმწიფო საზოგადოების თითოეული წარმომადგენლისგან ითხოვს ერთგულებას, მოვალეობისადმი პასუხისმგებლობას, ომის დროს კი თავდადებასაც. ბუნებრივია ღვთის საუფლოს მკვიდრობის სურველთ მეტი ერთგულება და თავგანწირვა გვმართებს, რადგან ჩვენ მუდმივი ბრძოლის ქარცეთში გვიწევს ყოფნა და ომი გვაქვს, არა სისხლთა და ხორცთა, არამედ ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. ამასთან ღვთის სამეფოს მოქალაქეებისათვის მთავარი მიზანი ჭეშმარიტი სიყვარულით სავსე მარადისობაა და არა მსოფლიური კეთილდღეობა. უფლისგან მოცემული მცნებებიც ამ მარადისობის გზამკვლევია და განსხვავდებიან მიწიერი კანონებისგან. თუმცა საღვთო მოშურნეობის მქონე ქრისტიანისათვის კი ჩვეულებრივი მიწიერი ყოფა და აუცილებლობიდან გამომდინარე მატერიალურზე ზრუნვა უცხო არ არის. იგი სულიერ და მიწიერ ფასეულობებს შორის უპირატესობას, რა თქმა უნდა, პირველს ანიჭებს და იცავს პრინციპს მიეცი კეისარს კეისრისა და ღვთისა ღმერთსა. რაც ნიშნავს იმას, რომ კეისარს, ანუ მიწიერ ხელისუფალთ, უნდა მივაგოთ საკადრისი პატივი, მაგრამ არა ისეთი, როგორც ღმერთს. ამასთან ღრმად მორწმუნე ქრისტიანმა შეიძლება დაუშვას გარკვეული შეცდომები, ვერ გაუმკლავდეს გამოწვევებს, გამოიჩინოს სულმოკლეობაც, მაგრამ არ უნდა შეშინდეს, რადგან არა არის კაცი, რომელიც ხონდეს და არა ცოდოს, მაგრამ მან სინანულით, აღსარებით და ზიარების მადლით უნდა უწამლოს თავის სულიერ იარებს და ღვთის იმედით კვლავ უშიშრად განაგრძოს ცხოვრების გზა. იესო ქრისტეს მიერ მოცემული ძირითადი პირობა აღთქმანი კი ასეთია: გიყვარდეს უფალი შენი ღმერთი, მთელი შენი გულით და სულით, მთელი შენი შეძლებით. შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი და როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. გიყვარდეთ მტერნი თქვენი, თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებები დაიცავით, ხოლო თუ ჩემ მცნებებს დაიცავთ, ჩემ სიყვარულში იქნებით. რა იგულისხმება საკუთარი თავის სიყვარულში? ქრისტიანული გაგებით საკუთარი თავის სიყვარული პირველ რიგში ნიშნავს ჩვენს მუდმივ ზრუნვას საკუთარ თავზე, რათა შევძლოთ ცოდვით დაცემული შინაგანი სამყარო გამწმინდოთ ეგოიზმის, შურის, გვარდლისა და ბოროტისაგან გავათავისუფლოთ და სულში ღვთის ხატება და მსგავსება აღვიდგინოთ და ავაღორძინოთ. ამისთვის კი მთელი არსებით უნდა ვიღვაწოთ, რადგან ამ ქვეყნას სწორედ ესაა ჩვენი დანიშნულება, ჩვენი სიცოცხლის აზრი. საკუთარი თავის სიყვარული ასევე ნიშნავს იმას, რომ უფლის მსგავსად, თავგანწირული, უშურველი სიყვარულით შევიყვაროთ მოყვასი, ვიყოთ თანამდგომნი და მისი წარმატებით ხმარობდეთ. განსაცდელის ჟამს კი ძალისაებ ჩვენისა დავეხმაროთ. მოყვასი ჩვენსავით ღვთის ხატად არის შექმნილი, ნამდვილად ნაწილია ჩვენიც და უფლისაც. მისდამი ჩვენი დამოკიდებულება კი ღვთისადმი ჩვენს დამოკიდებულებას წარმოაჩენს. აი როგორ ბრძანებს მაცხოვარი, რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი, წყუროდა და მასვით მე, უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ, შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მომხედეთ, საპყრობილეში ვიყავი და მომინახულეთ, ჭეშმარიტად გეუბნევით თქვენ, რითაც შეეწიეთ ერთ სამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ.
ღმერთთან და მოყვასთან ერთობის სულით არის გამსჭვალული საუფლო ლოცვაც. ამიტომ ვამბობთ, მამაო ჩვენო და არა მამაო ჩემო. ან მოგვიტევე ჩვენ და არა მომიტევე მე. და როცა მას წარმოთქვამთ, ეს უნდა გავაცნობიეროთ და აუცილებლად გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ლოცვად შეირაცხოს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამა თუ იმ ადამიანმა შეიძლება შეგცოდოს და უსამართლოდ გული გვატკინოს, მაგრამ თუ სათანადო სინანული ექნება და ამას გამოხატავს, უნდა შევუნდოთ. ვისაც მოყვასისადმი ასეთი დამოკიდებულებები არ აქვს, მტრობს საკუთარ თავს, რადგან ჭეშმარიტი სიყვარულის ვერ შემცნობია და ღვთის ნების წინააღმდეგი. როგორ უნდა მოვექცეთ მათ, ვინც ჩვენ გვტრობს? ვინაიდან უფალს მზი ამოყავთ ბოროტთა და კეთილთა ზედა და აწვიმებს მართალთაც და უსამართლოთაც, ჩვენ თუ საკუთარი თავი გვიყვარს და ღვთის შვილობა გსურს, მაცხოვრის მსგავსად უნდა მოვექცეთ ჩვენს მოძულეს, ანუ გულწრფელი სიყვარული ვაჩვენოთ, სიკეთე მივაგოთ, მისთვის ვილოცოთ და ბოროტებაზე ბოროტებით არ ვუპასუხოთ. ოღონდ როგორც მოყვასთან მიმართებაში, ამ შემთხვევაშიც უნდა გავემიჯნოთ მის ცოდვებსა და უსჯულოებებს. ხოლო თუ ეკლესიის და მოყვასის მიერ სინანულისკენ მომწოდებელი არაერთ გზის შეგონებანი არ იქნება მისგან შესმენილი, უნდა განვეშოროთ მას, როგორც მეზვერეს და წარმართს. ღვთისრჩეული ერი წარმართს აღიქვამდა როგორც ეთნიკურად სრულიად უცხოს და სარწმუნოებრივადაც შეუწყნარებელს, ხოლო მეზვერეს საკუთარი ერის საზიანო წარმართთა ინტერესების გამტარებელს. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ასეთი ადამიანი თავისი უსიყვარულობით ღვთის გარეგანი ხდება. სულ სხვა წესებს ემორჩილებიან და სხვაგვარადაც აზროვნებენ ისინი, რომელთაც სულიერი თვალი დახშული აქვს და არც ღვთის წამ და არც მისი აღდგომისა. მათ შესახებ წმინდა გრიგოლ ნოსელი ასე წერს: თუ კი არ არსებობს აღდგომა და სიკვდილით სიცოცხლე მთავრდება, დაუბრკოლებელი თავისუფლება ეძლევა კაცის მკვლელს და მეძავმა კადნიერად ხლართოს ბადეები ქორწინების წინააღმდეგ და მომხეჭელნი ფუფუნებას მიეცნენ და სხვათა დაჩაგვრის ხარჯზე, ნურავინ შეაჩერეს მაგინებელსა და ბილწის მთქმელს და ეფიცის დამრღვევი მუდამ იფიცებდეს ტყუილად და იცრუონ, როდესაც ინებებენ, რადგან არავით არის სარგებელი არ არის ჭეშმარიტებისაგან და ასკვნის. ამგვარი მსჯელობა სულს ამღრევს და წარღვნამდელი უარესი უწესრიგობა მოაქვს. თუ არ არის აღდგომა, არ არის უფლის სამსჯავროს. თუ უარყოფილია სამსჯავრო, უარყოფილია ღვთის შიშის. ხოლო სადაც არ არის მოკრძალებული შიში ღვთისა, იქ ზეიმობს ეშმაკი. ასე იყო მუდამ, როცა ურწმუნოება მძლავრობდა ხალხში. ეს დღესაც ასია, ოღონდ უფრო რთული ვითარება გვაქვს და ამიტომ მოკლედ შემდეგს ვიტყვით. ნებისმიერი პიროვნება, რომ არ არის სრულყოფილი, ამას ჩვენ მსგავსად ურწმუნონიც აცნობიერებენ. მაგრამ ღმერთთან კავშირისა და სულიერი განწმენდის ნაცვლად ისინი ამჟამად ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც ერთი მხრივ დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, მეორე მხრივ კი ადამიანის არასრულ ფასოვნებას ხელოვნური ინტელექტი შეავსებს. ამავე დროს ათეისტური თანამედროვე აზროვნება სხვა რეალობის შესაქმნელად ემზადება და ცდილობს ადამიანური ყოფიერების ფუნდამენტური პრინციპების გადახვევას, რათა თვითნებური მოდელირების გზით წაშალოს ზღვარი ნამდვილსა და წარმოსახვის, ადამიანურს, მექანიკურ ცხოველურსა და ქიმერულს შორის და კონტროლისა და ძალაუფლების ახალი
აქამდე უცნობი ფორმები დაამკვიდროს. ფილოსოფოსები საზოგადოების განვითარების ამ პერიოდს პოსტჰუმანიტურს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მიზანმიმართულად ხდება ზოგადად არსებული ნორმების რღვევა, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სტრუქტურების დაკნინება, განათლების დონის დაცემა, სიღრმისეული აზროვნებისთვის საფუძვლების მოშლა. კრიზისული წესრიგის ფონზე კი ხელი ეწყობა ისეთი შემეცნების ჩამოყალიბებას, სადაც ეროვნული გრძნობები გამქრალია, სიყვარული, სიკეთე, სამართლიანობა გაყალბებული, პიროვნების იდეალი უპერსპექტივო და გაუფერულებული, წაშლილია ადამიანობის განსაზღვრელი ტრადიციული იდენტობები, მამაკაცი და ქალი, ოჯახური ფასეულობები. ამგვარ სივრცეში საზოგადოების კლასიკური გაგება ნელ-ნელა ქრება, ხალხში დაუცველობის განცდა მატულობს და ადამიანური ფაქტორი უკანა პლანზე იწავს. ამას ემატება ზოგადად რელიგიისადმი და კონკრეტულად საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიისადმი საზოგადოების გარკვეული ნაწილისა და ზოგიერთი მედია საშუალების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება, სიძულვილის ენის მეტყველება, ორგანიზებული სახით პიროვნული და ინსტიტუციონალური დისკრედიტაციის მცდელობის მხარდაჭერა და მათი წახალისება, რომელნიც ამ პროცესში არიან ჩართულნი. გვახსენდება ბოლო ჟამის შესახებ მოციქულის სიტყვები. უკანასკნელ ჟამს მოვლემ კრეხელნი, თავიანთ უკეთურ გულით ქნათაებრ მავალნი, ესენი არიან განხეთქილების მოქმედნი, შვინვიერნი, სულის არ მქონენი, დრტვინავნი, უკმაყოფილონი, თავიანთ გულით ქნათაებრ მავალნი, რომელთა ბაგენი მედიდურობენ და სარგებლის გამო პირფერობენ. დაახლოებით ასეთად აღიქმნება თანამედროვე მდგომარეობაც. სამწუხარო და სივრცეში კარგად არავინ არის და ყველას დიდი განსაცდელი აქვს. ახალი სამყაროს წარმომადგენლებს თუნდაც იმიტომ, რომ ტექნიკური პროგრესი იმდენად წინ წავიდა და საზოგადოების სულიერი განვითარება მას იმდენად ჩამორჩა, რომ ინოვაციების დამნერგავი ადამიანი თვითონ დამცირდა თავისი ქმნილების წინაშე და მისგან მართული ხდება, მათ შორის უბსკრული მომავალში უფრო გაღრმავდება და სწორედ ესაა ერთ-ერთი არსებითი პრობლემა, რომ ტექნიკურ მიღწევებს, რა თქმა უნდა, სიკეთეც მოაქვს, მაგრამ უხთო და სულიერებისგან დაცლილი პიროვნების ხელში იგი სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს. არც მორწმუნეთათვის არის ცხოვრება ადვილი. მათი გული ბოროტსა და კეთილს შორის სულიერი ბრძოლის ისეთ ასპარეზად იქცა, რომლის მსგავსი უწინ არადროს ყოფილა. აღარაფერს ვამბობთ საერთო ეკონომიურ გაჭირვებაზე, რომლისაგანაც ქვეყანა აწლეულებია ვერ გამოდის. გამოსავალი ორივე შემთხვევაში ერთია. მთელი არსებით უნდა მივიქცეთ ღვთისკენ, ყოვლადწმინდა სამებისკენ და ჩვენი ცნობიერება მის უზენაესობას დავუმორჩილოთ. ამასთან რა კი ღვთისაგან ყველაფერი სიყვარული და სიყვარულისთვის შეიქმნა, ასევე გრძნობით უნდა ვუპასუხოთ შემოქმედს და გარე სამყაროსაც. აღდგომილი მაცხოვარი მოციქულ პეტრეს მსგავსად ნებისმიერ ჩვენგანს მოგმართავს, გიყვარ ვარ მე. ამ კითხვას საქართველოში თითქმის ყველა დადებით პასუხს გასცემს, მაგრამ არის რამდენიმე კრიტერიუმი, რომელიც ადვილად მიგვახვედრებს სინამდვილეში ვართ თუ არა მართალნი. ჩვენი რწმენის სიმტკიცე და უფლისადმი ერთგულება გამოცდა ჩვენ ცხოვრებაში არსებული განსაცდელებით გადის. ყველაზე მეტად ამ დროს ხდება ნათელი. მართლაც მთელი გულითა და მთელი არსებით გვიყვარს თუ არა უფალი, რაც შემოქმედისადმი ჩვენი ნდობის ხარისხით განისაზღვრება. მაგალითად, ჩვენ თუ ვლოცულობთ და ვევედრებით უფალს, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ ვაღწევთ, გვაქვს კი რწმენა იმისა,
რომ ჩვენს თხოვნაზე უკეთესი იქნება ის, რასაც მაცხოვარი მოგვაგებს. და თუ გვაქვს, ესე იგი მინდობილნი ვართ მას და მადლიერებით მივიღებთ ყოველივეს. ამასთან ამ განწყობამ არ უნდა დახტოვოს მაშინაც, როდესაც დიდი ტკივილის და მწუხარების წინაშე აღმოჩნდებით. ამ ქვეყნად არაფერი არ უნდა იყოს ისეთი, რაზეც ძლიერი მიჯაჭვულობის გამო შეიძლება სასოწარკვეთილებაში ჩავარდეთ. წუთისოფელი წარმავალია და ყოველივე მასშინა. ამიტომაც სათასასუფეველის ჭვრეტელი გონება კარგად აცნობიერებს მაცხოვრის სიტყვების სიღრმეს და მნიშვნელობას. ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი. და ვისაც ზიანასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი. თუ ჩვენ ღმერთს ისეთი სიყვარულით შევიყვარებთ, რომლის გადამწონი ამ ქვეყნად არავინ და არაფერი იქნება, ჩვენშიც და ჩვენს გარემოც ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება. ჭეშმარიტი წესრიგი დამყარდება და უფლისაგანაც საოცარ შეწევნას მივიღებ. ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, ჩავიხედოთ ჩვენს გულში და პირუთნულად შევაფასოთ საკუთარი თავი. თუ მყარი რწმენა არ აგვაქვს, უფლისადმი ვთხოვოთ მას დახმარება, როგორც თხოვა სნეული შვილის მამამ იესო ქრისტეს, რათა შესწეოდა მის ურწმუნოებას და განეკურნა მისი შვილი. უფალმა ისმინა მისი, ორივე სურვილი აღუსრულა და სიყვარულითა დიდით აღავსო იგი. მსგავსი სიხარულის თანაზიანი ჩვენ რომ გავხდეთ, ღვთის შეცნობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ვიკითხოთ წმინდა წერილი, წმინდანთა ცხოვრება და დარიგებანი. ასევე მუდმივად უნდა ვთხოვდეთ მაცხოვარს განგვაძლიეროს და იერემია წინასწარმეტყველის სიტყვებით ვევედროთ. განმკურნე უფალო და განვიკურნები. გადამარჩინე უფალო და გადავრჩები, რადგან შენ ხარ ჩემი დიდება. ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ასირიელნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენ საზღვრებს გარეთ ცხოვრებნო, თანამემამულენო, ყოველნო ერნო, ქრისტე აღდგა. ყდრეთით აღმდგარი ღმერთი გვიხმობს სამეუფეო გზისკენ, მარადიული დიდებისა და ნეტარებისკენ, მარადიული სიხარულისა და სიყვარულისკენ. მის შესახვედრად უწინარეს ყოვლისა იფყართ რწმენის ფარი, რითაც შეძლებთ უკეთურის ყველა ცეცხლოვანი ისრით დაშრეტას და შეიმოსეთ გულმოწყალება, შემწყნარებლობა, სიტკბოება, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება. მიუტევეთ და თქვენი თავი მიმარდეთ ურთიერთს. შეიმოსეთ სიყვარული, რომელიც არის სიმტკიცე სრულქმნილებისა. ყველაფერს განაგდებს თქვენს გულებში მშვიდობა და ღმერთის მადლიერნი იყავით. შეირტყით წელზე ჭეშმარიტება და შეიმოსეთ სიმართლის აბჯრით, რათა დავიმკვიდროთ შეუძვრელი სასუფეველი. გახსოვდეთ, იესო ქრისტე გუშინ, დღეს და უკუნისამდე იგივია და ჟამთა ცვლა მას არ ეხება. გიხაროდეთ, ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე. სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, აღდგომა ქრისტესი, 2021 წელი.
წირვის დაწყების წინ და ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა მრევლი დალოცა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა დღეს ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გაგზავნა იერუსალიმში სპეციალური თვითმფრინავი წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად. ქრისტე აღსდგა. Христос анести. Христос воскресе. Воистину воскресе. Верьте Иисус, თქვენი და საქართველოსი მსოფლიოს მფარველი. ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად აღსდგა. დღევანდელი დღესასწაული აღემატება ყველაფერს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიგრძნით სიახლოვე უფალთან. ჩვენთან არს დაიყოს მშვიდობა, სიხარული, სიყვარული სუფევდეს თქვენთან და მთელ მსოფლიოში. დალოცვილი იყავით და იხარეთ ორსავე სოფელსაში. დღეს მივიღეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოკლე მიმართვა სამწყსოსადმი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელსაც გთავაზობთ. ქრისტე აღსდგა. ამ დღესთან დაკავშირებით ყველას ვპატიობ, რაც გისაწყენი რაიმე უთქვამს, ან გაუკეთებია ჩემთვის. ამ დღესთან დაკავშირებით ყველას ვთხოვ პატიებას, რაც მიწყენინებია მისთვის. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი და ჩვენი მფარველი. ღმერთმა შეგვინდოს თქვენ და ჩვენც ცოდვები ჩვენი. ჩვენთან არის ღმერთი.